ადამიანს თუ არა აქვს ფიზიკური ჯანმრთელობა, მას სხვა პრობლემა აღარ ადრეთებს. პირველ რიგში მოდის ჯანმრთელობა ფიზიკური, ანუ მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა. როდესაც ხასიათი არ გავათახარ, მაგალითად სიცხე გაქვს 39-40, არც გეშოპინგება, არც გესეირნება და საერთოდ არაფერი არ გინდა იმის გარდა, რომ სიცხე აღარ გქონდეს და გამოჯანმრთელდე. ამიტომ მივხვდი მე, რომ აუცილებელია ჯანმრთელობა ფიზიკური ერთ-ერთი უმთავრესია მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად. ანუ ესე ტანდემად მოდის. არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე. თუ ადამიანი სულ დათგონულია, სულ წუწუნებს, სულ სხვერპლის როლს თამაშობს და სულ უარყოფითზე ფიქრობს და სულ რაღაც პრობლემებს ეძებს, ის ვერასდროს ვერ იქნება ჯერთი ჯანმრთელი. რაც არ უნდა გაუკეთო მას. ამიტომ ჯანმრთელობა არის საწყისი ადამიანის კეთილდღეობის. და რატო მაგალითად კოლაგენი? კოლაგენი არის ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას კარგად ვიცნოთ თავი. ეს არ არის მარტო ვიზუალზე, ხო, აი ვთქვათ, აღარა გაქვს ნაოჭები რაღაცა, ეს ძალიან მაგარია ვიზუალი, მაგრამ კუჭ-ნაწლავისთვისაც ძალიან სასარგებლოა, სახსრებისთვისაც, ანუ ავსებს ამ კოლაგენით ჩვენ უფრო ელასტიურები და უფრო მოქნილები და უფრო ანუ მოძრავები ხვდებით, ფრჩხილები, თმები, კანი, ანუ ყველაფერზე ისე მოქმედებს, აჯანსაღებს, ავსებს. იმიტომ რომ აი ძალიან ბევრს არის, მე მაგალითად ძალიან თხელი ფრჩხილი მაქვს და სულ მიტყდებოდა და პრობლემა მქონდა სულ აგისი. ამიტომ დავიწყე ახლა კოლაგენის მიღება და ეს ნელ-ნელა აღდგება. მე მინდა ის ინფორმაცია მოგაწვდინოთ, რომ როდესაც ადამიანი დანამარცხებულობს, ეს უნდა გაიაზროთ თავში, რომ ეს არ არის ერთი დღის და ერთი თვის საქმე რა, ეს არის მთელი ცხოვრების საქმე. ანუ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოს დანამატები, იმიტომ რომ ჩვენი გარემო ესეთი დაბინძურებულია და ჩვენ პროდუქტში საერთოდ აღარაა ის კვებითი ღირებულება ადრე რო იყო ჩვენ წინაპრებში, ხო? აი ახლა ძალიან ბევრი ამბობს წინაპრები არ ღირებულება, იმიტომ რომ არ იყო ამდენი ქიმია, არ იყო ამდენი დასხივება, ამდენი ელექტრონიკა და ანუ ამდენი ის რაც აზიანებს ჩვენ სხეულს და ჩვენ შინაგან მდგომარეობას. ამიტომ აუცილებელია დანამატები ყოველთვის მივიღოთ. დეტოქსი აუცილებელია, იმიტომ რომ ყოველთვის ვიძახი, ხო, რომ ვჭამთ, რას ვჭამთ ჩვენ არ ვიცით, რაში რა არის თითქოს და ხილს და ბოსტნეულს ვჭამთ, მაგრამ მაგაში პესტიციდებია და ორგანიზმს უჭირს თავისით გამოდევნა და აუცილებელია დახმარება და გაწმენდები წელიწადში ორჯერ აუცილებელია, თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელად და როც გაცივდეს, მაგალითად, უცებ მოერიოს თვითონ ორგანიზმი და არ დაგჭირდეთ არაფერი. აი ესეთი არის ესეთი პრინციპი ზოგადად და ვინც ამ კონცეფციას ცხოვრობს, ჯანმრთელობის კონცეფცია ქვია მას, ის არასოდეს არ გახდება ავად ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრად სწრაფად აღიდგენს საკუთარ თავს. და მე ვეძებ იმნაირ ადამიანებს, ვისაც ეგ გაინტერესებს. ისეთ ადამიანებს იმნაირს. ხო, და ჩემი ქართული ცოტა ესეთია რა. არა ლიტერატურული. ხო, ქართული განათლება არ მაქვს მიღებული და ცოტა სიტყვებში ვიჭედები, მაგრამ არ ავშევს. ხო და ვისაც აინტერესებს ნამდვილად, ვისაც აინტერესებს ჯანმრთელობა და ეს იყოს ყოველთვის ჯანმრთელად. გაიჯანსაღოს საკუთარი თავი. მინდა გითხრათ, რომ კოლაგენზე ამ თვეში გვაქვს ძალიან მაგარი აქცია, ფასდაკლება და ვისაც გინდათ შეიძინოთ და მართლა ხარისხიანი და უმაღლესი დონის კოლაგენი, რომელიც მუშაობს და არა უბრალოდ აი ესეთი აბების სვად და შედეგი არ გქონდეთ და წახვიდეთ და რაღაც კაპიკიანი კოლაგენი იყიდოთ და თავისთავად არანაირი შედეგი არ გექნებათ, ამ კოლაგენზე აუცილებლად გექნებათ შედეგი. იმიტომ რომ ესეთი თხევადია, შეხედეთ რა მაგარია. დასავლეთაც გადასარევია.
მომჟავო ვაშლის გემო აქვს, იმიტომ რომ ვაშლის წვენითაა დამტკბარი, ვინაიდან ეს თევზის კოლაგენია. გემო ცუდი რო არ ქონდეს და კარგი დასალევი იყოს, აი ამაზეც იზრუნეს. ამიტომ ვისაც გინდათ გაჯანსაღება, გალამაზება, მომწერეთ პირადში. დროებით.